თქვენი აზრით რა განასხვავებს ადამიანს ყველაზე მეტად ცხოველისგან? ძალიან რთული საკითხია და მე მგონი უამრავი განმარტება არსებობს ადამიანისა და იმის განსხვავება, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია სად გადის ეს ზღვარი, ხო? როდესაც აი მაგალითად ერთი შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ თუთიყუშები გადასარევად საუბრობენ, ასევე მაგალითად მე და ჩემი კატა მიუხედავად იმისა ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე და თქვაც ველაპარაკები და ისიც პასუხობს და ეს არ ნიშნავს რომ თქვა რაღაცა ნუ გამოთქვა არსებობს ის თქვენს გამოთქვა თუ კატას ელაპარაკები ჯერ კიდე არაფერია, მაგრამ თუ კატა პასუხს იცემს უკვე ძალიან საფრთხეა საქმე. არა, რეალურად ისინი ჩვენ ველაპარაკებიან, თორემ ჩვენ გავუგოთ ეს ყველაფერი. არ ნიშნავს რომ ეს ადამიანის ენაზე ლაპარაკობენ, ისინი თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ, ძალიან კარგად ვაგებინებენ რა უნდათ ყველაფერი, ასე რომ აი საბოლოოდ სად გადის და რა განაპირობებს ადამიანობას, არ ვიცით. აი მაგალითად იგივე სპილოებში და შიმპანზეებში აღმოჩენილი იქნა ბოლო პერიოდში, თქვათ, რელიგიის ჩანასახები, ხო, რომლებიც ასე ძალიან საინტერესო ფენომენი იყო, რომელიც ითვლებოდა, რომ ეს მხოლოდ ადამიანს ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ეგრე არ არის. მაგალითად როგორ? აი, მაგალითად სპილოებს მაგალითად აქვთ გარკვეული რიტუალები, როდესაც ამ რიტუალებს იცავენ, მაგალითად იგივე გამრავლების პერიოდში, ასევე როდესაც ცხოველი იღუპება და უამრავი ბევრი სხვადასხვა რაღაცებია, რომელიც ეს რაღაც უცნაურ რიტუალებს ჩადიან. აი, რაც შეეხება შიმპანზებს, ისინი პირდაპირ შეიძლება თქვა ქვებისგან აწყობენ რაღაც გარკვეულ სალოცავებს და სადაც მიაქვთ ქვები და ალაგებენ რაღაცეებს. ნუ ახლა ვერ იტყვი რომ ეს ასე თქვა რელიგია, მაგრამ ის ითვლება რომ ეს რაღაც გარკვეული ჩანასახები არის, თუმცა ჩვენ არ ვიცით ზუსტად ეს სადამდე მიდის, როგორ მიდის და რა არის, იმიტომ ძალიან ბევრი რამე ჯერ კიდევ უცნობია. და სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამეს უკვე ვეღარც გავიგებთ, ასე ჩვენი არა სწორი ჩარევების შედეგად.